გამარჯობა ეკა, მე ვარ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი შორენა ღვაჩლიანი და ვეუფლები ჟურნალისტის პროფესიას. მე მინდა შენ და ყველა სხვას წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა შენი საავტორო გადაცემის 59 წამის შესახებ, რომელიც GDS-ის ეთერში ყოველ კვირადღეს გადის. მათთვის ვინც არ იცის გადაცემის ფორმატის შესახებ, მოკლედ ვიტყვი, რომ თითოეულ მონაწილეს აქვს 59 წამი საპასუხოდ, ამის შემდეგ მიკროფონი ითიშება და დაბლა ჩადის. ხვალიდან გიორგობა არის და გიორგობით დღიდან დავიწყოთ, ჩვენ ხო გვიდა ყველა დასრულდა თქვენი დრო სამწუხაროდ 59 წამი გაქვთ, ძალიან დიდი მადლობა. თვითონ გადაცემა 1 საათზე მეტ ხანს გრძელდება და იწყება წამყვანის სიტყვით, შესავლით, შემდეგ არის კადრები გადაცემის თემატიკიდან გამომდინარე, შემდეგ კი უკვე ჩანს სტუდია და წამყვანი წარადგენს თითოეულ მათგანს. ეკრანზე ჩანს წამზომი შემოსული ზარების რაოდენობა და მათი პროცენტული გამოსახულება. წამყვანის მიერ დასმული კითხვაც ასევე ფიქსირდება ეკრანზე. წამზომზე ბოლო 10 წამი წითელფერშია, რაც მოახლოებული დროის ამოწურვას მიანიშნებს. სტუდია ლურჯ იასამნისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. ახლა კი გადავიდეთ თვითონ გადაცემის არქიტექტონიკაზე. თქვენ უყურებთ გადაცემას 59 წამი. გადაცემის პირველ ნაწილში კითხვას სვამს წამყვანი და პასუხს სცემენ სტუმრები. გადაცემის მეორე ნაწილში კი არის კითხვა-პასუხის რეჟიმი. ამ ნაწილში კითხვას სვამს არა წამყვანი, არამედ ყველაზე მეტი ხმის მქონე სტუმარი და თვითონ ირჩევს კითხვის ადრესატსაც. გადაცემის ეს ორი ნაწილი ერთმანეთს ისევ ენაცვლება და უკვე მეხუთე ნაწილში საუბარს იწყებს ყველაზე ცოტა ხმების მქონე სტუმარი და მისთვის განკუთვნილ 59 წამს იყენებს მისი სურვილისამებრ. მეხუთე ნაწილით კი სრულდება მაყურებელთა ზარები და გადაცემაც. შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე. მე ეკა ადეიშვილი ვარ, GDS-ზე წამზომი ისევ ჩაირთვება. ნახვამდის. აღნიშნული გადაცემა ესპანური ტელევიზიისგან აქვს შესყიდული GDS და ის 59 სეკუნდას ანალოგია. 59 წამი სრულიად განსხვავდება ქართული სივრცის სხვა გადაცემებისგან, ასე რომ GDS ნამდვილად აქვს უფლება დაიბრალოს ახალი სიტყვა, მაგრამ ის ვერ დაიბრალებს ნოვატორობას იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი გადაცემის იდეა სახელწოდებით საიტნოტი ჯერ კიდევ 1995 წელს შემოქმედებითი გაერთიანება ალიონის წიაღში იშვა და მას კერძოდ 2003 წლის აპრილიდან 2004 წლის ივლისის ჩათვლით თავად იდეის ავტორი სულხან მელაძე უძღვებოდა. სავარაუდოდ შემოქმედებითი ჯგუფი შეზღუდულია ფორმატის ცვლილებებში, რადგან ეს გადაცემა შეძენილია, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა, რომ გადაცემაში ყოფილიყო ცოცხალი აუდიტორია. ფიქრობ, რომ მსგავსი ფორმატით გადაცემა უფრო ეფექტური იქნებოდა, მაყურებლისთვის კი უფრო საინტერესოდ საყურებელი. ეს იყო და ეს, არ ვიცი რამდენად დაგაინტერესა, ან საერთოდ დაგაინტერესა თუ არა, მაგრამ მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ მეთქვა. დიდი მადლობა.